ქუთაისის სამოქალაქო თეატრმა მორიგი სპექტაკლის სარდაფი წარმოადგინა. ჟან ანუისის პიესის მიხედვით დადგმული ფსიქოლოგიური დრამა ქალთა მიმართ ძალადობას, საზოგადოებას შორის დაყოფასა და უსამართლობას აჩვენებს მაყურებელს. მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩენილი მაყურებელი ორ სცენას შორის არის მოქცეული. ერთ მხარესაა სარდაფი, სადაც მსახურები იმყოფებიან და მეორე მხარესაა სახლის მეორე სართული, სადაც დიდგვაროვნების სამყოფელია. ორ სცენას, ორ კლასს შორის აღმოჩენილი მაყურებელი ქაოტურად ირევა ჩაგვრის, გადარჩენის წყურვილის, მორჩილების, მბრძანებლობისა და გავლენების სივრცეში. მოახლებს სამდათ რომ ამ ბედს ვერსად გაექცეოდნენ. ეს რწმენა აძლევდა მათ შვებას. ეს მათთვის ღვთიური მადლი იყო. მდაბიოებს აუცილებლად უნდა სჯეროდეთ, რომ მათ უბედურებაში ბედია დამნაშავე. სწორედ მაშინ პოვებენ ისინი სიმშვიდეს. აქ მოახლები ცხოვრობდნენ. ეს რაოინებია და სწორედ მაშინ, როდესაც გალბაზონი გრაფინია შემოდის. ადექი და გასავდი. რა მოვიდა ამ გოგონას? აგებობისგან დაემართა. ხომ ხედავთ უკვე? კონსოლოეკა. ადექი და გასავდი და სასწრაფოდ გასავდი. მადმუაზელს, აქ პირადად თქვენს სანახავად ჩამოვედი და მოვიდობთ თქვენი ყველა მეგობარიც აქ შეკრებილი იყო. ისიც შემსუნთროს ფრის მამასავით ტიბოქრია. მას კიდევ უნდა ერქვა სახელი, რომელიც ნათლობით დამოწმდება. ხოლო ეს მეორე სახელი თქვენ ამოიჩნდეთ. მადმუაზელ, სარდაფში იმიტომ ჩამოვედი, რომ მეკითხა. თანახმა ხარ თუ არა შვილი მომინათოთ. მომინათოთ. Muchalshi bavshi mqavs. Zustad თქვენაი. მე ტრიშვილი. ხო, მეც. მამამაც საჯინიბოში გამოუპატიურა, როცა საღამოს სათლი მიბუტანა. მე ხვის გროვაზე გამოუპატიურა. იქიდან რომ გრუნდებოდი, მოსამსახურება დამწინეს. ეგონა თქვი დამწინე, ეხზე დავარდი და ამიტომ წინ. სად მიპარები? მარტო როცა მომიხალდებდი გულზე ხარ ხოლმე. ხან კარს უკან, ხან ბნელ კუთხეში. სადაც დარჩეს იქ ძალობს. იქიდაც დამეყვილი. შენია სხვა მარგალი. ამის სწორისაც მწვენი. რომ იცოდეთ როგორ ხარს მესიზღება. ხოლ ტანჯვას მაყენებს მისი სიახლოვე, მესიზღება. არავინ არ მიყვარს. ისიც თავისი ღმერთი. მიყვარხარ რომ მეუბნება, მაგრამ საკუთარი დედის განაწილება ამისო. მესიზღება. ყველა მესიზღება. და არც ამას გაპატიებთ არასდროს. ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ საერთოდ ახალი რეჟისორი იყო განსხვავებული სტილის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, ჩემი მეგობრები უცებ აღმოჩნდნენ პროფესიონალი მსახიობები და გაოცებული ვარ ამ ადამიანებით და ეს იყვნენ, ესენი არიან ნამდვილად შემდგარი მსახიობები, რა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები არიან, ჟურნალისტები არიან, ერთ პროფესიაში გვიმუშავია და რაც შეეხება ახლა სამოქალაქო თეატრს. ეს თეატრი არის ქუთაისისთვის დღეს სიტყვის მთელი თეატრალურ საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად წლების შემდეგ ჩვენ დღეს კი ვაფასებთ ამას, მაგრამ გაცილებით ძვირფასი და ძვირადღირებული იქნება. და
ძალიან დიდი მადლობა ზეკო ხაჩიძეს აი ამ ყველაფრისთვის და ყველა იმ ადამიანს ვისაც ოდნავი წვლილი მაინც აქვს აი ამ სამოქალაქო თეატრის ამ ფორმით ფორმირებაში. უდიდესი სიამოვნება მივიღე როგორც მაყურებელმა მე კარგახანია მსგავსი სიამოვნება სპექტაკლისგან არ მიმიღია ნამუშევრისგან აქ იყო ძალიან დიდი შრომა რეჟისორის ძალიან დიდი შრომა ყოველი შემსრულებლის ნიჭების ზეიმი იყო თამამად შემიძლია ვთქვა სამოქალაქო თეატრი ნამდვილად ამშვენებს ჩვენს ქალაქს და დღეს კიდევ ერთი დასტური იყო რამდენად საჭირო არის მსგავსი ტიპის თეატრები რომლებიც არ არიან ორიენტირებულები მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობებზე აქ იყო კიდევ გამეორდები ნიჭის ზეიმი სიუჟეტის ცენტრშია კითხვა, ვინ მოკლა მზარეული. თუმცა სპექტაკლი გაცილებით ღრმა საკითხებს სვამს. როგორ იფუთება დანაშაული მაშინ, როცა მასზე გავლენიანი ძალები ზემოქმედებენ. როგორ იჩქმალება სიმართლე და როგორ იჩაგრება ხმა, რომელსაც არ აქვს პრივილეგია. ვინ მოკლა მზარეული? მაშინ ვინ დაიკოლა? არ დაგინდო ვიცოდე. ჩვენ ამის უნდა Twende ხათ ჩავა. მე განვასახიერებდი ქალს, რომელიც ჩემის აზრით არის სიძლიერის და შეყვარებული ქალის სიმბოლო ჩემთვის. რა თქმა უნდა, უარყოფითი შტრიხებიც ამის ხასიათში, მაგრამ იმდენად ძლიერია, იმდენად სიყვარულით სავსეა მაინც სიკვდილის წინ, უბრალოდ სიკვდილის პერიოდშიც კი ზუსტად იმ სიყვარულზე ფიქრობს, ოცნებობს, დარდობს და ზუსტად მის ნატურაში მიილევა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გარდასახვა ჟურნალისტების მსახიობებად, იმიტომ რომ მოვიდგოთ ყველა საუკუნიდან, ყველა ადამიანის, ყველა ჟანრშიც სადაც ჩვენი ბედი და ბოლოს თქვათ სათქმელი სპექტაკლებითაც. ბოლოს განსაკუთრებით სპექტაკლი ეცადა, ჩვენი პიესაც ეცადეთ, რომ ყოფილიყო რაღაც მიახლოება დღევანდელ თანამედროვეობასთან, აი იმ ზუსტად ბრიფინგის ჩვენებით. როგორც ყოველთვის ეს წუთები იყო ჩემთვის ბედნიერი, ეს რეპეტიციის პერიოდი ჩემთვის იყო, რა ვიცი, ისეთი პერიოდი, როცა ბედნიერად გრძნობდი თავს და მადლობა მაყურებელს, რომ დღეს მოვიდნენ, დაგვაფასეს და დაგვასაჩუქრეს აპლოდისმენტები. სამოქალაქო თეატრი ჩემ ცხოვრებაში არის ახალი სუნთქვა, ახალი ეტაპი. ჩემი ცხოვრების აღმოჩენა არის ჩემთვის კიდევ ერთხელ ამ სივრცეში ზეკო და ნიტა და ეს ახალგაზრდები არაპროფესიონალებს რო უწოდებენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველა პროფესიონალია, საოცარი პარტნიორები ჩემი, რაც შეეხება ჩემ გმირს, რაღაცა მისტიური გმირი იყო, აი ჩარჩოში ზის, გარდაცვლილი სულია და რამდენად მე ამას გავართვი თავი, ეს მაყურებლისთვის მიმინდვია და უღრმეს მადლობას ვეთქვი პუბლიკას დღევანდელი ემოციისთვის. სპექტაკლის რეჟისორი ნიტა ხაჩიძე და კონცეფციის ავტორი ზეკო ხაჩიძე ჟურნალისტ მსახიობებთან ერთად მაყურებელს აძლევენ საშუალებას არა მხოლოდ იმ მსჯელოს დანაშაულზე, არამედ გადახედოს ძალაუფლების, კლასობრივი უთანასწორობისა და ზნეობრივ კომპრომისებს. პარალელი გაავლოს სპექტაკლში წამოწეულ თემებსა და დღევანდელ რეალობას შორის. სამოქალაქო თეატრი დადგმული სპექტაკლით სარდაფი სწორედ იმ მნიშვნელოვან ძირეულ ფასეულობას ეხება, რასაც სამართლიანობის ძიება და უსამართლობასთან შეჯახება ჰქვია. ყველობის დღეს სარდაფიდან გაიქცა ახალგაზრდა მოსამსახურებელი, რომლის ადგილს სამყოფელიც დაუდგენელია. მოწმეები იუგელინა ლაპუენტი და მარსელ პიუნე ირწმუნებიან, რომ ყველობის პროცესში სარდაფში იმყოფებოდნენ მოსამსახურები ჯუნა ალექსისი და იგივე ტომა ჟოზეფი. მადლობს. დაკავებულია დამნაშავე ლეონ ლაკასი. სხვების პარტნიორი და ოჯახის მეჯინია. ოფიციალურად საქმე დახურულია. ხალხთა ძალადობით დავიწყეთ და უსამართლობის ტოტალური პროცესი წამოგვეწია და მიხვდით ალბათ ფინალში რა ალეგორიაც იყო ეს, ხო? იძახის რომ ტყუილია და ხმა არის მის. და რაც მთავარია ყოველთვის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ფასეული, სიმართლის დაცვა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა.
ნუ რეალურად ადამიანების სიყვარულით გავაკეთეთ ეს ყველაფერი და რა ვიცი, ავირჩიე. ასე ავირჩიეთ და ნიტამ დადგა. და სამოქალაქო თეატრმა შეასრულა და არ გომოქცა საშუალება, რომ დღეს თქვენთვის გვეჩვენებია და პირველად დაგვეტესტა, როგორ იქნებოდა აღქმული ეს ექსპერიმენტი. მადლობა ჩვენს კულტურულ, განათლებულ, სენსიტიურ მაყურებელს. მადლობა თქვენ. ზეკო მიპოვა ეს პიესა ჟანანუის და როგორც კი კითხვა დავიწყეთ აღმოვაჩეთ როგორი შავი და ნუარული იყო მისი ტექსტი თქვით რომ კი ეს დღევანდელობას ერგება და ჩვენ კი ეს კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავამძაფროთ და ამაში კიდევ უფრო მეტად ხელი შეგვიწყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა რომელმაც სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანი გაგვაჩერა თუმცა კიდევ უფრო მეტი ამბიცია და რესურსი მოგცა შინაგანად რომ კიდევ უფრო საზოგადო ტექსტი და სურათი გაგვეხადა სარდაფი რომელიც ისედაც და ასედაც ზუსტად აი ამ შავის და თეთრის ზღვარზე დადის ამ ტკივილების ამ კომედიის და ტრაგიზმის ზღვარზე დადის და ჩვენ გვინდა და ამ სპექტაკლის მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა მოგვეყოლა ისტორია საზოგადოებაზე და შემდეგ ამ საზოგადოებიდან მიგვეღო ჩვენ რეაქცია ამ ისტორიაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ამ შედეგებამდე გავედით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ყველა სახლში როცა მივა დაფიქრდება რომ ვინ მოკლა ის და ეს ის არასოს კონკრეტული ინდივიდი არ არის ხოლმე გაცილებით უფრო მასშტაბური ამბავი არის ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანი როგორც ხდება ხოლმე სამოქალაქო თეატრი მგონია რომ ის ალტერნატივა არის საიდანაც ყველას შეუძლია მიაწვდინოს ხმა ნებისმიერ ადამიანს და ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეგაა ვისაუბროთ ყველაფერზე ხმამაღლა თავაწეულებმა და ვისაუბროთ იმ ადამიანებს რომელსაც ასეთი თავაწეული ადამიანების ყურება უნდა და თვითონ უნდათ რომ გახდნენ ესეთები და მგონია რომ სამოქალაქო თეატრი ამ როლს არაჩვეულებრივად ასრულებს და ყოველთვის კიდევ უფრო კვეთრად და უმად შეასრულებს. ხალხაჭერა აუცილებელია, როდესაც ადამიანი ხედავს, თუ რამდენად ნიჭიერი ადამიანები არიან შენს ირგვლივ და როდესაც ხდება ამ ნიჭიერის გაერთიანება. ჩემთვის პირიქით ძალიან დიდი პატივია. ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა ამ ადამიანებს გვერდით დავუდგე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აი ქუთაის თავის ელფერს, თავის კოლორიტს ძენს სწორედ ესეთი ადამიანები, ესეთი ფაქტები, ესეთი გაერთიანება. ზუსტად აი ესეთი მსგავსი კულტურული პროდუქტი, როდესაც არაპროფესიონალებისგან იდგმება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ პროფესიონალური დონის არის ეს პროდუქტი. დღევანდელი ამის დასტური სახეზე გვაქვს, წარმატებებს ვსურვებ, ყოველთვის მზად ვიქნებით და გამოთქვა მზადყოფნას ხარში დაუდგე მათ. სარდაფი ეს არის დრამატული ალეგორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ჩაგვრა გადაიქცეს მთლიანად საზოგადოების მახინჯანარეკლად.